ლიკა და თაზო. Looking up from underneath, fractured moonlight on the sea. Reflections still look the same to me as before I went under. And it's peaceful in the deep cathedral where you cannot breathe. No need to pray, no need to speak. Now I'm under, oh, and it's breaking over me. 1,000 miles down to the seabed, found a place to rest my head. Never let me go, never let me go, never let me go, never let me go. In the arms of the ocean, I'll carry you. When all this sea ocean was rushing over me, and the crushes I had for a sinner like me, but the arms of the ocean to live in me. Though the pressure is hard to take, it's the only way I can escape. Seems a heavy choice to make, but now I am under, oh, and it's breaking over me. 1,000 miles down to the seabed, found a place to rest my head. Let me go, never let me go, never let me go, never let me go. In the arms of the ocean, I'll carry you. When all this sea ocean was rushing over me, and the crushes I had for a sinner like me, but the arms of the ocean to live in me. ბრავო, ლიკა და თაზო. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ამ არაჩვეულებრივ წილს. ძალიან მომეწონათ ჩვენი დიდი დასწარები. ნახოთ რა ნანუკა, ხო, შევაფასოთ. ლიკა, მე არ ვიცოდი რომ 16 წლის იყავი, როდესაც ეს ტრავმა მიიღე და ეს ნიშნავს ძალიან ბევრს, იმიტომ რომ როდესაც ადრეულ ასაკში იღებენ მსგავსი ტიპის ტრავმებს, გაცილებით უფრო მარტივია დასძლიოს ყველაფერი. და ჩემთვის ეს არის ნიჭი. ეს არის ნიჭი, რომ საკუთარ თავში იპოვო ძალა, რომ გამოხვიდე სახლში, როდესაც 16 წლის გოგოს ესეთი შემთხვევა გემთხვევა, გამოხვიდე გარეთ და დაიწყო ცეკვა, დადგე სცენაზე. მე ვფიქრობ, რომ საკუთარ თავში იპოვო ძალა, ეს არის ძალიან მაგარი რაღაც, ამიტომ 100 ჯერ უფრო მეტად დაგაფასე ეს ერთი. მეორე, რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, ძალიან ხშირად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჟიურის წევრები სულ ვამტკიცებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს თქვენს და მოხსენით ეს ბარიერი, მიუხედავად ამისა, მაყურებელს მაინც ამ ფაქტების გამო საკუთარი დამოკიდებულება უჩნდებათ. გაცილებით უფრო ლოიალურები ხდებიან ასეთი მონაწილეების მიმართ. მე მინდა ვთქვა, ეს შემთხვევა აბსოლუტურად გამორიცხულია შენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან კარგად ცეკვავ. ძალიან მაგარი გოგო ხარ, ძალიან ზუსტად იპოვე შენი საქმე და მე არ ვიცი რა შედეგს მიაღწევ ნიჭიერში, მაგრამ მე ვიცი რომ შენ იპოვე ის, რაც უნდა აკეთო და რაც უნდა გააგრძელო. და თაზო, შენ ხარ ძალიან მაგარი ბიჭი, რომ ძალიან მოკლე დროში შეძელი, რომ აი ესე დამაჯერებლად ჭეროდა ლიკა ხელში და მას ესე თამამად შეძლებოდა გაღიმება ამ სცენაზე. გილოცავთ, თქვენ ეს შეძელით. ბრავო, ნანუკა და ნიკა თუ შეიძლება. მე ძალიან მიყვარს ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ ასევე ძალიან მიყვარს ძლიერი ადამიანები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორივე ერთში არის გაერთიანებული. წარმოუდგენლად ლამაზი წყვილია, ჩემი აზრით, ორი ჯანსაღი, გამბედავი, ახალგაზრდა გოგო და ბიჭი წარმოუდგენლად კარგად გამოიყურებიან ერთად. მე მგონია, რომ ყველა ადამიანი, რომელიც სიძლიერეს პოულობს საკუთარ თავში, რომ ის მინიმალური წინააღმდეგობები თუ დიდი წინააღმდეგობები დაძლიოს, რომელიც ცხოვრებამ მისგან დამოუკიდებლად მას მოუტანა, არის პატივისცემის ღირსი. მაგრამ თუ ის ამ დროს ნიჭიერია,
ის არის ღირსი ნიჭიერის ფინალში ყოფნის. ნამდვილად. ბატონო შაულა, თქვენს ხობა გვეტყვით რამეს? ლიკა, მთელი საქართველო ვამაყობ თქვენით. თქვენ რომ გიყურებდით, შემდაუნებურად მახსენდებოდა ქეთევან წამებული. იმავდროულად თქვენი პლასტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თქვენ ხართ იმ გენის შთამომავალი, რომელსაც ატარებდნენ ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი, იამზე დოლაბერიძე, ფრიდონ სულაბერიძე. დიდი მადლობა თაზო და დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ ორივეს. დიდი მადლობა ჟიური. ფინალში გნახავთ. ამისათვის მაყურებელს მიმართავ თუ გსურთ რომ ფინალში ნახოთ ეს ორი ადამიანი, ეს ორი არაჩვეულებრივი ადამიანი, დაურეკეთ მას ნომერზე 093330305. ხურვალი აპლოდისმენტებით გავაცილოთ. ლიგა და